ლეგენდად გვსმენია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გვარდიაში ახალი შევსების მიღებას თავისებური რიტუალი აქვს. ახალბედა გვარდიელებს სამკერდე ნიშანს პირდაპირ შიშველ მკერდზე უმაგრებენ. ამდაგვარი ტკივილიც მშვიდად წარბში უხრელად ატანის ეს პატარა სასწაული რომ გვენახა, ამისთვის არ დაგჭირებია ჯორჯიის შტატის გვარდიელებთან ან და ინდოეთის იოგებთან გამგზავრება. მსგავსი რამ სულ ახლახან ჩვენი უშიშროების სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ომეგას სათრშნელ ბაზაზე ვეხიბეთ. ომეგაში ახალი შევსების მიღების ცერემონიალს ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს პარლამენტის საკმაოდ სოლიდური ჯგუფი დაესწრო და ყველანი პარლამენტარებიც და ჟურნალისტებიც დავრწმუნდით იმაში, რომ მოარული ხმები ომეგას უდროოდ გარდაცვალების შესახებ ცთარი ყოფილა. მართალია, ეს დანაყოფი ოდნავ გადახალისდა, მისი საშუალო ასაკი გაახალგაზრდავდა კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, სპეცრაზმმა მაღალი საბრძოლო მომზადება მაინც შეინარჩუნა. რაშიც ომეგელებმა ამ დღეს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს. შემდეგმა სცენამ დამსწრეთა აღტაცება გამოიწვია. სამიზნეებს შორის თავად მეთაური დგება. სნაიპერების მცირე უზუსტობასაც კი შესაძლებელია სავალალო შედეგი მოყოს. რამდენად უნდა იყო დარწმუნებული შესაძლებლებში, რომ ბედს ასეთი აზარტული ინტრიგა შესთავაზო. ერთ-ერთმა დამსწრემ ამ ვარჯიშის ხუმრობით აკაკის განზრდების მეთოდით აღზრდა უწოდა. ვაშა ბიჭების სილამაცეს, ვაშა მათ ოსტატობას. უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობა და თავად მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი შოთა კვირაია მსურველობას და ყურადღებას არაკლებენ ომეგას და მის მსგავს სპეცდანიშნულების დანაყოფებს, რომლებითაც ისინი ასე ამაყობენ. რაზმების მაღალი საბრძოლო და სპეციალური მომზადება, მათში არსებული ვაჟკაცური სულისკვეთება იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის უშიშროებას მართლაც საიმედო დამცველები ყავს. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ხშირად, ალბათ ინერციის ძალითაც, თავად უშიშროების სამინისტრო ხდება უსაფუძვლო კრიტიკის სამიზნე. მართალია, ეს პოჭილასრულებია და არ არის სასიკვდილო, მაგრამ ტკივნეული და საზიანო მაინცაა. განსაკუთრებით ჩვენი ზოგიერთი ადვილად ასაყოლიებელ თანამემამულეებისათვის, რომელთა ამღვრეული გონება იდეოლოგიურ ბრაკონიერებისათვის სასურველ ნიადაგს წარმოქმნის, მაგრამ ეს ისე სხვათა შორის. ომეგას ტიპის ქვედანაყოფები ახალგაზრდობაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ აქ მოხვედრა არც თუ ისე იოლის საქმე ყოფილა. საჩვენებელი მეცადინეობის დროს ომეგელები თავისი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე პირობითი ტერორისტების და დივერსანტების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ათავისუფლებდნენ ძევლებს. ფოტოპლაკატებზე ასახული ეს ბიჭები პირობით ბოროტმოქმედებს წარმოადგენენ. მათი დაწყვილის გამო ერთმა ჩვენმა ახალგაზრდა კოლეგა კალბატონმა დამწუხრებულად წამოიძახა, ძალზე შემეცოდნენ რა სიმპათიურები ყოფილან. რაზიზამ მტერს გარეგნობით როდი ირჩევა. აქვე გამგვიმართეს, რომ ომეგა შეუიარაღებელ ხალხს არ ებრძვის. მაშინაც კი, როცა მებრძოლთა მისამართით შეურაცხყოფელი სიტყვები და პროვოკაციული შეძახილები გაისმის. სულ სხვა, როდესაც საქმე შეიარაღებულ პირებთან აქვთ, რომელთა აგრესიული განზრახვა აშკარაა. ასეთ შემთხვევაში ომეგა მოქმედებს სწრაფად, უშიშრად და დაუნდობლად. ცხამბუროთ მოქმედდა ძირითად ბაზას და გაანადგურონ ის. ცხადია, ასეთ საქმეს მხოლოდ გამორჩეულად მამაც მებრძოლებს თუ დაავალებ. ამ ელვისებური შებრძოლების დროს მათი ძირითადი არგუმენტებია მოულოდნელობა, გამბედაობა და სპეციფიური ხერხების გამოყენება. სწორედ ეს არგუმენტები აღმოჩნდა გადამწყვეტი რთული დავალების შესრულებისას.
დინამიური დამოხტული ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგე განადგურებული იქნა. ტერორისტები, დივერსანტები, ძევლები, ბანდფორმირებები, თითქოს და ყოველი ეს სიტყვა ერთ რიგს განეკუთვნება და ქვეყნის უშიშროების სამსახურის ლექსიკონიდან არის ამოგრეფილი, რაც სავსებით შეესაბამება ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟის თემას. მაგრამ ერთმა თითქოს და უმნიშვნელო დეტალმა, რომელმაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება, სავსებად გააფართოვა ამ სასწავლო ბატალიის მასშტაბი და ღრმად ჩაუაფიქრა. ეშერა, აი თურმე საერთგენ მიისწრაფოს სული. და ეს სავსებით გასაგებიცაა. თუ საჭიროება მოითხოვს, ომეგას პოტენციალი შესაძლებელია ფართო გამოყენების სამხედრო ძალადაც მოგვევლინოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის რესურსი ბოლომდე იქნება ამოწურული. ახლა კი ფინალი, რომლითაც ჩვენი რეპორტაჟი დავიწყეთ. დაჯილდოებები, მორიგი წოდებების ვადაში და ვადამდე ადრე მინიჭება, რაზმში მიღების უჩვეულო და შთამბეჭდავი რიტუალი. ერთი სიტყვით იყო ბევრი სასიამოვნო რამ, რამაც ეს დღე ვაჟკაცობის და სამშობლოსადმი ერთგულების პატარა დღესასწაულად აქცია.